უფასო სამედიცინო გამოკვლევებით მანიში მთელი დღის განმავლობაში მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სამედიცინო გასინჯვის მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ლოგომედის ექიმები უტარებდნენ. კონსულტაციებს მოზარდების მშობლებს პარალელურად ფსიქოლოგთა ჯგუფიც უწევდა. სამედიცინო აქცია ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, რომლის მიზანიც პრობლემების გამოვლენა და მათი დროული დიაგნოსტირება. სამედიცინო გამოკვლევებს პირადად აკვირდებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით აქცია უკვე ჩატარდა რუსთავსა და გარდაბანში. წინა ეტაპზე ხდება ბავშვების დაავადებების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დანიშნულების მიცემა. ფაქტობრივად თითქმის 80%-ს დაავადებული ბავშვებისას მოვიცავთ. დანარჩენები ახლა ზოგიერთი ავად იყო, ზოგი შორეული სოფლიდან იყო და იქიდან ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ეს ჩვენი გასვლითი ღონისძიებები გაგრძელდება. ძირითადად ცასის პათოლოგიები იყო. იყო რამდენიმე ლოგონევროზის შემთხვევა და 2 საეჭვო შემთხვევა აუტიზმისა და მშობლებსაც მიეცათ ეს შესაბამისი რეკომენდაციები, რადგან ეს ეჭვი გადამოწმდეს და საფუძვლიანი დასკვნები დაიდოს. პირველად მოვიყვანე ბავშვი, პრობლემა ჰქონდა ლაპარაკთან დაკავშირებით და რა ვიცი, ალბათ იმედია ყველაფერი კარგად იქნება.